ტრაგედია რაც ხდება რა. გვეძახიან ხშირად რაღაც მე ამბოხებს ასე შემდეგ რა. ანუ თუ არის ამ საზოგადოების დაკვეთა ის რომ მოდური იყოს ის რომ მოგწონდეს კურდბაცაცები, მოგწონდეს რაღაცა ის ადამიანები, ვინც კორუფციაში არიან გარიგებულები და მოგწონდეს ის ადამიანები, ვინც ამ ქვეყანას რეალურად ყიდის რუსეთზე, მაშინ რა ვიცი კი ბატონო დამიძახონ მე ამბოხე და რაღაც ნამდვილად მე ამბოხე ვიქნები ამათ წინააღმდეგ რავი 1000 წელი, იმიტომ რომ სახელმწიფო რეალურად ისტორიიდან გამომდინარე, კულტურიდან გამომდინარე არის წმინდა დასავლური ევროპული სახელმწიფო და სხვა არაფერია, რა ვიცი, აი ქრისტიანობაზე ვსაუბრობდით, ხო? ახლა ქრისტიანობა, რა ვიცი, ძალიან ახლოს დგას თვითონ ლიბერალურ ღირებულებებთან, პატივისცემასთან, ემპათიასთან, სიყვარულთან და ასე შემდეგ რა და ეს ამ ადამიანს უნდა დავანახოთ, იმიტომ რომ უკუღმა ესმით ყველაფერი, უკუღმა დაანახეს, ანუ ღირსებაზე რაღაცებს გველაპარაკებიან, რა ვიცი, რელიგიაზე გველაპარაკებიან, ქრისტიანობაზე გველაპარაკებიან, შემოტრიალებულად გველაპარაკებიან, რავი, ქრისტიანი ხარ და როგორ შეიძლება იყო მაშინ ის ადამიანი, ვინც რავი, მართლა ტაბურეტით დარბი ხარ და დაძდევ ადამიანს, ეს ხო ქრისტიანობა არ არის, ხო? ანუ ჩვენი მოვალეობა ძალიან რთულია და ამ სირთულეში ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალა უნდა გამოვნახოთ იმისთვის, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვიპოვოთ თანამგზავრები რა, ის ადამიანები, ვინც ჩვენი იდეის მატარებლები არიან, იმიტომ რომ ერთადერთი შანსი ამ სახელმწიფოს გადარჩენის არის ის, რომ ჩვენიანები უფრო მეტად დავინახოთ და უფრო კარგად დავიგეგმოთ ერთმანეთთან და კი არ ჩავიკეტოთ. ანუ არის ის რომ უმრავლესობა არის განსხვავებულ აზრზე და ჩვენზე ლაპარაკობენ ცუდ რაღაცებს. კი არ უნდა ჩავეკეთოთ პირიქით, უნდა გამოვიდეთ და ველაპარაკოთ და უნდა დაუმტკიცოთ რომ მართლები ვართ, იმიტომ რომ ნამდვილად მართლები ვართ და თუ ჩავიკეტებით, ხო, მე გადაგვივლიან და რავი, არავის არ დარჩება იმის ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში დარჩეს, ან თუ დარჩება, მე იმ ადამიანს სრული არ გაუჩნდება, რომ უბრალოდ გარეთ გამოვიდეს რა. ამიტომ აუცილებელია, რომ ეს ახლა გარდამავალი პერიოდია ალბათ, რავი, რამოდენიმე თვის ამბავი შეიძლება იყოს და ეს რამოდენიმე თვე ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად გავძლიერდეთ.